მოგესალმებით, ეს Tech Inform-ია, გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენ კი ამ გადაცემის ავტორები და წამყვანები გიორგი თოლურდავა და ერეკლე ფოლადიშვილი ვართ. დავიწყოთ. იტალიურმა სუპერკარების მწარმოებელმა კომპანიამ Ferrari წარადგინა თავისი არსებობის ისტორიაში პირველი ელექტრომობილი. იმედი მაქვს უკანასკნელიც, რადგანაც ამ ელექტრომობილმა არათუ გააოცა ყველა, არამედ შეაშფოთა Ferrari-ის ინვესტორებიც კი. ადამიანები, რომელთაც თავიანთი კაპიტალი უდებთ ამ კომპანიაში და აქვთ მოლოდინი, რომ ის სწორი მიმართულებით განვითარდება, თუმცა სწორი ამ დიზაინში ჩემი შეფასებით არაფერი არ არის. დავიწყოთ ჯერ იმისი ახსნით თუ რასთან გვაქვს საქმე. ეს არის უკიდურესად მძიმე 4-კარიანი 5-ადგილიანი ავტომობილი, რომელიც რა თქმა უნდა 100%-ით ელექტრონულია, მას არ აქვს შიდაწვის ძრავა, შესაბამისად ის არც არის Ferrari ამ გაგებით. ასევე მას გამოარჩევს უნიკალური დიზაინი, რომელიც რაღაცნაირად საეჭვოდ გავს ჩინურ ელექტრომობილებს და არავით არის საერთო მას არც ერთ Ferrari-ის მოდელთან არ აქვს და ეს ჩემი პირადი შეფასება მხოლოდ არ არის. ლუკა დი მონტეცელოც ადასტურებს ადამიანი, რომელმაც შექმნა Ferrari, თავისი სიტყვებია ეს, რომ ამბობს, რომ ეს არ არის არც ერთი სხვა Ferrari-ის მსგავსი და ბატონი ლუკა იმასაც ამბობს, რომ მას აღარ მოსწონს უკვე ის მიმართულება, რა ტრაექტორიითაც წაიყვანეს მენეჯერებმა ეს კომპანია, რადგანაც Ferrari არ არის ჩვეულებრივი ავტომწარმოებელი, ეს არის პრესტიჟის ბრენდი. Ferrari-ს აქვს პლანეტაზე ყველაზე მაღალი მოგების მარჟა თითო ერთეულ ავტომობილზე, რადგანაც მომხმარებლები მზად არიან, რომ გადაიხადონ უკიდურესად დიდი ფასიც იმაში, რომ ავდეთ Ferrari. ეს არის ოცნების ბრენდი და ოცნების ბრენდი არ შეიძლება გამოიყურებოდეს ისე, როგორც რაღაც Chengdu, Shenzhen J5, როგორც ეს გამოიყურება. აქ ისმის ლოგიკური შეკითხვა თუ ვინ წაბილწა Ferrari, ვის მოაფიქრდა იდეათ ამ ავტომობილის ასე დახატვა და რანაირად აღმოჩნდა, რომ Pininfarina's დიზაინ სტუდიის შემდეგ Ferrari წავიდა არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ სილიკონის ველზე. რა უნდათ მან და რატომ დაიქირავეს კომპანია Laufromi, რომელიც ალბათ არავინ არ იცის, მაგრამ მისი დამფუძნებელი ჯონი აივი, ალბათ ბევრმა იცის, რადგანაც ამ ადამიანმა შექმნა პირველი iPhone-ი, ამ ადამიანმა შექმნა iPad-ი, შექმნა MacBook-ი, ყველა ძალიან კარგი პროდუქტი, მათი დიზაინი მისაღები და მოსაწონია, თუმცა ავტომობილი არ არის ტექნიკური პროდუქტი. ავტომობილი არ არის ისეთი, ასე ვთქვათ, ყოველდღიური მოხმარების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს iPhone-ის მსგავსი. ავტომობილი არის განსაკუთრებით Ferrari, ხელოვნების ნიმუში, ემოციური გამოცდილება, მექანიკური ინჟინერია და ყველაფერის რაც აქ არ არის და ამიტომაც გამოვიდა ეს დიზაინი ასეთი უცნაური და რაღაცნაირად მიუღებელი მომხმარებლებისთვის. მისი ფასი არის $640,000-დან დაემატება მას კიდევ როდესაც ფერს და სხვა ოფშენებს შევურჩევთ და აქ იცით უნდა ითქვას, რომ აი ამ დიზაინზე და ამ საოცარ ავტომობილზე მათ უკვე დახარჯეს $1 მილიარდ-ზე მეტი. რანაირად აპირებენ ამ $1 მილიარდ ამოღებას ამ ავტომობილით აბსოლუტურად გაუგებარია, ინვესტორებს ეს არ მოსწონთ, მომხმარებლებს არ მოსწონთ, ენთუზიასტებს საერთოდ რა უნდათ ამ ავტომობილთან და ყველა ასე ვთქვათ, სვამს ერთ მარტივ შეკითხვას, რატომ? რა გაუჭირდა Ferrari-ს ისე რომ ეს შეექმნა და ამაზე პასუხი სწორედ მონტესემელოსგან წამოვიდა, სხვადასხვა მან თქვა ძალიან საინტერესო რამ. მისი თქმით, ეს არის ავტომობილი, რომელსაც არც ერთი Ferrari-ის მოყვარული არ შეიძენს და სწორედ ეს იყო მიზანიც. წესით ეს უნდა გავიდეს საერთოდ სხვა სეგმენტზე, იმ ადამიანებზე, რომელთაც დიდად Ferrari-ის ისტორია, წარსული, Formula 1-ის გამარჯვებები, Enzo Ferrari არ აინტერესებთ, არიან სხვა სამყაროში, მარტივად რომ ვთქვათ, გაჯეტები უყვართ. სავარაუდოდ არიან აზიიდან, ალბათ უფრო კონკრეტულად ჩინეთიდან და უნდათ რაღაცნაირად მაღალ ტექნოლოგიური ძვირად ღირებული ელექტროქარი და ამიტომაც ურჩევნიათ რომ პირდაპირ შეიძინონ Ferrari და არც უნდათ ის Shenzhen J30. და გონიათ რომ ამის შემდეგ მოხდება დაინტერესება სხვა Ferrari-ს, თუნდაც შიდაწვის ძრავიან მაგ სულიერი ტრანსფორმაცია მოხდება და ამის შემდეგ V12-ის მქონე დოდი ჩიჩილინდრი შეუკვეთავენ, ან ადგებიან და F80-ის რიგში ჩადგებიან. მას შემდეგ რაც 650,000 გადაიხდიან ამას. მას შემდეგ რა თქმა უნდა, არ ვიცი ეგ გეგმა რამდენად იმუშავებს, ამას ყველაფერს გვაჩვენებს დრო. ერთი ფაქტი ის არის, რომ როგორც კი ამ ავტომობილის
ავტომობილის ფოტოები დაიდო Ferrari-s აქციების ფასი პირდაპირ დაეცა 7%. ამათ იაგუარი ხوار დაემართათ. იაგუარის кейსი ძალიან გავს მთელი ასე ვთქვათ საბედნიეროდ მთლიანად არ გადააყირავეს კომპანია, მაგრამ იაგუარისგან განსხვავებით Ferrari-s ყველა პოსტი არ წაუშლია და არ უთქვამთ რომ აღარ გვაინტერესებს სხვა ავტომობილების წარმოებაო, ეს ერთ-ერთ მოდელად დატოვეს უბრალოდ, მაგრამ ეს ერთი მოდელიც უკვე საკმარისი აღმოჩნდა ამ შეუბრალავი ისტორიისა და წარსულის მქონე ბრენდისათვის, რომ მიეყენებინა იმ ხელა ზიანი, რომლის გამოსწორებასაც არ ვიცი, საკმაოდ დიდი ხანი დაჭირდება და კიდევ რამდენიმე ძალიან კარგი ავტომობილის გამოშვება დაჭირდება, რათა ეს უბრალოდ დაგვავიწყდეს, რაც ვიხილეთ. და აქვე ბოლოს მინდა დავასრულო ჩემი სიტყვით გამოსვლა ენცო ფერარის ასეთი გამოთქმით სიტყვებით, რომელსაც ის ხშირად იმეორებდა, რომ Ferrari როგორც კომპანია რეალურად ყიდის მხოლოდ ძრავას და მას ავტომობილი მოყვება უფასოდ. ჩუქნიან ფაქტობრივად მოყვარულებს ავტომობილს, თავი არის ძრავა, მაგრამ ამ ავტომობილში ძრავა არ არის. მაშინ საკითხავი ის არის, Ferrari რას ყიდის ახლა $640,000. მოკლედ ენცო Ferrari-s სული აქ ნამდვილად ხარობს. საფლავში ბრუნავსო გამოთქმა, შენი გამოთქმით ხარობს, შენი საუბრით ხარობს. საფლავში ბრუნავსო გამოთქმა, არასდროს არ მესმოდა რა აღნიშნავს, მაგრამ ახლა უკვე აი ახლა სწორედ ეგ ხდება, ალბათ ენცო საფლავში მოკლედ არ ვიცი. იმედი მაქვს დიდი რომ ჯონი აივისთან არასოდეს აღარ დაიჭერენ საქმეს და ის დაბრუნდება Apple-ში. არ ვიცი სადაც უნდა იქ-წავიდეს, Ferrari-s აღარ გაეკაროს, ერთი ეგ ვიცი და მეორე იმედი რაც მაქვს ეს არის რომ ყველა ტრადიციული ავტომწარმოებელი, რომელთაც პატივს სცემთ და რომელთაც აქვს იმისი ბრენდი და სტატუსი, რომ შეინარჩუნონ თავიანთი ტრადიციულობა, კარგად ნახავენ ამას და ისწავლიან ერთ ძალიან კარგ გაკვეთილს. არ არის საჭირო ისტორიის დახევა, ტრადიციების გადაგდება და რაღაც ახალი შექმნის მიზნით ისეთი ექსპერიმენტის ჩატარება, რომელიც შენს მომხმარებელთან არ არის კავშირში. იმედი მაქვს ამას ისწავლიან და სხვა შორის ძალიან კარგი კომენტარი წამოვიდა Lamborghini-ს მხრიდან, რომლის ხელმძღვანელმაც თქვა, რომ ჩვენ რომ ელექტრომობილის პროექტი გავაჩერეთო, ორი თვის წინ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. ვეთანხმები მათ. რომის პაპი იყო სხვა შორის პირველი ადამიანი ერთ-ერთი, ვინც Ferrari-s ეს რევოლუციური თუ უცნაური მოდელი იხილა და ალბათ აქედან შთაგონებული წავიდა და წერა ხელოვნურ ინტელექტზე ძალიან საინტერესო მოხსენება და ფაქტობრივად გამოვიდა AI-ის წინააღმდეგ. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ იეჭვა რომ მე ავტომობილიც AI-ი შექმნა და ამიტომაც აღარ უნდა რომ საერთოდ გამოვიყენო. ნუ რომის პაპი საკმაოდ ჯერტი არ არის გასაკვირი. ხა თუ გავითვალისწინებთ კათოლიკური ეკლესიის ისტორიას, მე მგონი ახლა განმარტება არ ჭირდება, რატომ არის რომის ეკლესია ტექნოლოგიების წინააღმდეგი. მაგრამ აქ სხვა დონის ამბავზე გვაქვს საუბარი, რომის პაპმა პირდაპირ თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებით, რასაც ჩვენ მივიღებთ, ძალიან მალე დაემსგავსება მონად მფლობელობის დაბრუნებას. გაიხსენა ის პერიოდი, როცა კათოლიკური ეკლესია ამაზე ჩვეულებრივად ხუჭავდა თვალს, ბოდიში მოიხადა, მაგრამ თქვა რომ ახლა ეს არის საფრთხე და იმისთვის რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს და რომის ეკლესია ამ კუთხით უკვე მორალურად არის ვალდებული რომ ამას შეუშალოს ხელი, ვალდებულია იმისი რომ საზოგადოება გააფრთხილოს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. სხვათა შორის ამ გამოსვლისას, როცა მან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე და სწორედაც აი ყველაზე მთავარი და საყურადღებო რაც იყო პირდაპირ შეადარა მონად ანუ ადამიანები იქცევიან მონებადო თუ ხელოვნური ინტელექტი იმ დონეს მიაღწევს, რასაც ჩვენ ვეძახით AGI-ს. და შესაბამისად, მისი გამოსვლა გარკვეულწილად როგორც აღნიშნე, იყო რაღაც მხრივ შინაგანი მორალური პასუხისმგებლობის გამოვლენაც და თან სამყაროს გაფრთხილებაც. სხვა შორის, როცა გამოვიდა ის სიტყვით, მასთან ერთად იყო ენთროპიკის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე და ენთროპიკის თანადამფუძნებელი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ხელოვნური ინტელექტი ისე არ განვითარდეს, რომ მან მართლაც დაიმონოს კაცობრიობა, თუმცა მე მგონია, რომ უბრალოდ რომის პაპს საპატივი, თორემ რაც ენთროპიკმა გაუკეთა ბოლო პერიოდში კომპანიებს და მათ თანამშრომლებს, მაგას არაფერი კარგი არ ქვია ყოველ შემთხვევაში. ძალიან საინტერესო განცხადება მოვისმინეთ რომის პაპისაგან, რომელიც ალბათ ტრადიციულად და კათოლიკური ეკლესიისთვის გასაგებად ყოველთვის იჭერს კონსერვატორულ და ისეთ პოზიციას, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ მაქსიმალურად დაიცვას საზოგადოება რაღაც ისეთი რეფორმაციული ცვლილებისაგან, რომლის
პერსპექტივებიც დიდად არ ვიცით, ჩვენ არ ვიცით, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ბოლო ეტაპი რა იქნება და რას მოუტანს კაცობრიობას ხელოვნური ინტელექტი, მაინც ყველამ შეიძლება თქვას, რომ რაღაც იცის, ჩვენც ვიცით, მით უმეტეს ტექნოლოგიურ სექტორში, ვინც არიან წამყვანი ლიდერები, მათაც ბევრი რამ იციან, მაგრამ რისკები მუდმივად არსებობს. შესაბამისად, კათოლიკურმა ეკლესიამ თავისი წილი პასუხისმგებლობა აქ აიღო, განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტს ფაქტობრივად ხელოვნური ინტელექტი უნდა განვაიარაღოთ. აი, განიარაღებაში რას გულისხმობს? უნდა გამოვაშტეროთ, უნდა შეუზღუდოთ მას ფიქრის უნარი, რას გულისხმობს? ან რაღაც ეთიკური ისეთი სტანდარტები უნდა დაუწესოთ, რომელიც შეუშლის ხელოვნურ ინტელექტს, რომ იქნეს გამოყენებული ადამიანების წინააღმდეგ, ან იქნეს გამოყენებული არაეთიკურად. პრინციპში ეს დაცვის მექანიზმები სამომხმარებლო AI-ს ისედაც აქვს. მაგრამ ალბათ უფრო პენტაგონს მიმართა ამით რა ინტერესებიც მას აქვს. როდესაც ენტროპიკის მოდელზე უნდათ ყველაფრის მოხსნა და რაღაცა მომხმარებლების და ადამიანების ქცევის შესწავლა და ტრეკინგი და მათ შორის ავტომატური იარაღის შესაძლებლობაც, როცა თვითონ გაისვრის იარაღი თავად გადაწყვეტს აი დრონს რომ ჩაუშენოთ AI და თავად გადაწყვეტოს ვინ აფეთქოს, ალბათ ამაზე აქ მითითება და არც ჩვენს Gemini-ზე ან ChatGPT-ზე, რომელიც არ ვიცი, სულ სიტყვასაც არ წარს, რომ რასაც უნდა ვაიცულოთ იგი. და აქეთ გვირჩევს, რომ აღარ განვიმეოროთ მეორედ. სულიერებიდან არამიწიერებაზე უნდა გადავინაცვლოთ, რადგანაც NASA არის ახლა ჩვენს ფოკუსში, რომელიც აპირებს მთვარეზე მუდმივი ბაზის აშენებას. ეს იდეა ძალიან დიდი ხანია ცირკულირებს, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ჯეფ ბეზოსმა წამოწია წინ და თქვა, რომ Blue Origin-ის მიზანი უნდა იყოს სწორედ მთვარის კოლონიზაცია და ამის შემდეგ მარსზე გადასვლა და არც პირიქით, როგორც ამას ცდილობს ილონ მასკი, რადგანაც მეცნიერები ფიქრობენ, რომ მარსი იმდენად ჩორს არის, რომ კომუნიკაციის დაყოვნება იქნება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ჯერ ვერ გადავჭრით, მაგრამ მომავალში ლაზერული ტექნოლოგიის დახმარებით წესით იგეც გადაიჭრება, თუმცა სანამ ტექნოლოგია იქამდე მივა, მანამდე საჭირო არის შუალედური ბაზის მოწყობა და სწორედ აი ამ პროექტზე გვაქვს ახლა საუბარი. NASA-ს უნდა ძალიან რომ მთვარეზე იყოს სამეცნიერო კვლევითი ბაზა, სადაც იქნებიან რობოტები, იქნებიან დრონები, ასევე ხელოვნური ინტელექტიც იქნება იქ და სწორედ ისინი აწარმოებენ ძირითადად კვლევებს, თუმცა ამის შემდეგ 2029 წლიდან მოყოლებული ადამიანებიც პერიოდულად გამოჩნდებიან ამ ბაზაზე, ცხადია იქ ცვლები იქნება, რაღაც მთვარის სამუდამო საცხოვრებლად ჯერ არა გვაქვს საუბარი, რამდენიმე თვიანი ან წლიანი მისია შეიძლება იქნეს ჩავა ადამიანი. თუმცა ის იქნება რეალობა, რომ იქიდან ადამიანის ფეხის ადგმა აღარ მოხდება, ანუ მინიმუმ ერთი ადამიანი ყოველთვის იქნება. მასის population რო იყო ხოლმე, რაღაც იქნება ერთი ადამიანი მინიმუმ. ნამდვილად იქნება ადამიანი, თუმცა ეს ადამიანი არ იქნება სამუდამოდ მთვარის მაცხოვრებელი. ეგ ჯერ არ განიხილება, ერთ დროს ალბათ იქნება იქიც. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი ისაა, რომ 20 მილიარდიანი ბიუჯეტი არის გამოყოფილი ამისთვის. Blue Origin-ია სწორედ ჩართული, ერთ-ერთი მთავარი კომპანია ამ მიმართულებით, მაგრამ თავად ეს იდეა იმდენად საინტერესო ჟღერს და დიდი პოტენციალი აქვს, როგორც შუალედურ გამშვებ პუნქტს, რომ სავარაუდოდ NASA-ს მეორე და მესამე სხვა პროექტებიც ამას შემოუერთდება და ალბათ რაღაც ფინალურ ფაზაში, სადღაც 2035 წლისთვის შეიძლება უკვე NASA-ზე ვიხილოთ სრულფასოვანი გამშვები პუნქტი, მათ შორის რაკეტებისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება რეალურად, რადგანაც კოსმოსის შესწავლისა და ათვისების მიმართულებით მთავარი გამოწვევა ყოველთვის არის დედამიწის ორბიტის დატოვება. ენერგიის ლამის 90% იკარგება აქ. მაგრამ დედამიწის ორბიტას თუ უკვე გაცდა, ხომალდი და მას აქვს საშუალება რომ მივიდეს მთვარესთან და პოტენციურად იქ, ასე ვთქვათ, რესურსები შეიცვლოს და შემდეგ გააგრძელოს გზა, ეს არსებითაც ხვრის თამაშის წესებს და უკვე კოსმოსის შესწავლა აღარ ხდება რაღაც მრავალმილიარდიანი ურთულესი პროექტი, ეს იქნება ჩვეულებრივი ოპერაცია, რასაც SpaceX-ის და Blue Origin-ის მსგავსი კომპანიები უმარტივესად განახორციელებენ. სწორედ ეს არის პრინციპში ამ მისიის ერთ-ერთი მთავარი დებულება და მეორე ნაწილი რაც არის ისაა, რომ მთვარე არის ძალიან კარგი საკომუნიკაციო პუნქტი. მთვარეს მოგეხსენებათ არ აქვს ტრადიციული გაგებით ატმოსფერო, შესაბამისად იქიდან რადიოტალღების შესვლა-გამოსვლა, მათ შორის სინათლის გასვლა-გამოსვლა, ასევე დაკვირვება არის უფრო მარტივი, ვიდრე უშუალოდ დედამიწიდან, რადგანაც ატმოსფერო ყოველთვის არის წინაღობა ნებისმიერი სახის სიგნალისთვის. მთვარიდან გქონდეს კომუნიკაცია ხომალდებთან ყოველთვის უფრო მარტივი იქნება, ვიდრე დედამიწიდან და ამას NASA-ში ძალიან კარგად ხვდებიან და ამიტომაც განიხილავენ, რომ მთვარე უკვე იქცეს რეალურად ახალ გაჩერებად და საიდანაც ადამიანები წავლენ მარსზე. ადამიანები ჩავლენ მარსზე, მარსის იქითაც სწავლენ და დაიწყებენ კოსმოსის რეალურ კოლონიზაციას. ეს რაღაცნაირად ისე გამოდის, რომ
SpaceX-ის IPO-s მოახლოებამდე რაღაც ყველა კოსმოსური მიღწევა ერთმანეთს ემთხვევა, რაღაც არტემისის მისია, თვარეზე სამუდამო ბაზის განთავსება, იქით SpaceX-ის გამოცდები, მათ შორის ხომალდების გაშვებასთან დაკავშირებით და ყველა ასე ვთქვათ, ინდიკატორი იმაზე მიუთითებს, რომ კი კოსმოსური რბოლა დაბრუნდა, თანაც უფრო მაღალ ტექნოლოგიურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ის მომავალი, რომ ადამიანები კოსმოსში შეძლებენ არა უბრალოდ გასვლას, არამედ იქ ოპერირებას და კოსმოსის კოლონიზაციას, არის უკვე რეალური, ასე ვთქვათ, კალკულაციის ნაწილი და დროის ამბავი უბრალოდ როდის ვიხილავთ ნამდვილად კარგ და საინტერესო შედეგებს. ვიდრე ადამიანები მთვარეზე გაფრინდებიან, მით უმეტეს ამერიკელები, მათ სჭირდებათ ადგილზე უსაფრთხოება და ეს უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს გარკვეულწილად SpaceX-მა, რომელთანაც პენტაგონთან დაკავშირებულმა ერთ-ერთმა სახელმწიფო კომპანიამ, ამ შემთხვევაში Space Force-მა, განახორციელა ასეთი გარიგება, 2.5 მილიარდიანი დაახლოებით გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალური ტიპის Starlink-ების გაშვებას, რომლებიც მოემსახურებიან იმას, რომ დონალდ ტრამპის იდეას 170 მილიარდიან ოქროს გუმბათს შეუქმნან კავშირგაბმულობის სრულიად დამოუკიდებელი და უსაფრთხო სქემა. ანუ ინტერნეტი არ გაეთიშოს. რა თქმა მარტივად უნდა, რომ ინტერნეტი არ გაეთიშოს, იყოს დაცული შესაძლო მომავალი საფრთხეებისაგან და მუდმივად შეუწყოს ხელი, რომ კონტაქტი იყოს მიწაზე სისტემებსა და კოსმოსს შორის, რაც მთავარია, ეს სატელიტები მხოლოდ ინტერნეტის კავშირისთვის არ გამოიყენება, ის აღჭურვილი იქნება ასევე სადაზვერვო ინსტრუმენტებით იმისთვის, რომ მოხდეს დაკვირვება ფაქტობრივად მთელ სივრცეზე, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. Starlink-ი ვიცით, რომ ფაქტობრივად ისეთი წინწასული ინსტრუმენტია ამ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობთ სატელიტებზე, კომპანიის მიერ შექმნილ სატელიტებზე, რომ მას დამოუკიდებლად შეუძლია, რომ ძალიან სწრაფად გადაცეს მონაცემებით, მათ შორის Starlink-ების სატელიტებს შორის ერთმანეთს შორის, შესაძლოა ახლა კარგი გამახსენდა, რომ მარსამდე მთვარეზე NASA აპირებს, რომ სწორედ Starlink-ებით აღჭუროს ფაქტობრივად მთვარის მთელი გარსი, რათა კომუნიკაცია დედამიწასა და მთვარეს შორის Starlink-ებით გახდეს შესაძლებელი. ეს რას მიუთითებს, რომ ამხელა დისტანციაზე თუ Starlink-ს ინდობს შესაბამისად და მიიჩნევს სანდოდ, დედამიწაზე კომუნიკაციისთვის მით უმეტეს სანდო იქნება. ეს ძალიან კარგი ამბავია ილონ მასკისთვის, რომელიც აგერ სულ цота ხანში ფაქტობრივად ერთი თვეც აღარ არის დარჩენილი და რამდენიმე კვირა დარჩა, ვიდრე ის საფონდო ბირჟაზე გამოჩნდება და შესაბამისად მისთვის ესეთი ახალი კონტრაქტები, რომლებიც სახელმწიფოსთან დაკავშირებას ხელს შეუწყობს, არის ძალიან კარგი გარანტია იმისა, რომ სამომავლოდაც ის ჩაითვლება ინვესტორებისთვის სანდო ბრენდად და რაც მთავარია, გააგრძელებს ფულის მიღებას იმისთვის, რომ განავითაროს ტექნოლოგიები, შეუწყოს ამერიკის დაცვას ხელი და რაც მთავარია, კაცობრიობის შემდეგ საფეხურზე გადაყვანას. სოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა საინვესტიციო სავაჭრო პლატფორმამ Robinhood-მა მომხმარებლებისათვის დაამატა ძალიან საინტერესო შესაძლებლობა და ფუნქციონალი. ახლა უკვე მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ, რომ Robinhood-ზე გამოიყენონ AI აგენტები და AI ტრეიდინგ ბოტები. AI-ს ზოგადად ინვესტიციებსა და ტრეიდინგში უკვე მრავალი წელიწადია იყენებენ, ამის 30 წელიწადია Wall Street-ზე ეს ხელსაწყო აქვს, თუმცა ახლა უკვე AI უფრო დემოკრატიული რადგანაც AI-ის გამოყენების ფასები მკვეთრად არის შემცირებული, ძალიან ბევრი ბოტია უკვე ბაზარზე გამოჩენილი და Robinhood-საც რა თქმა უნდა, რომ მეტი სავაჭრო აქტივობა განხორციელდეს პლატფორმაზე, რადგანაც ეს კომპანია ფულს შოულობს საკომისიოებით. Robinhood დიდად არ ადარდებს ფულს იშოვია, არ იშოვია, წააგე, მოიგებ თუ რასია, თავარია საკომისიოში გადაიხადო ის, რაც საჭიროა, დაფიქსირდეს მეტი ტრანზაქცია და AI ბოტები ზუსტად აი ამ ასე ვთქვათ, მოთხოვნა საკმაყოფილებენ Robinhood-ისთვის, რადგანაც AI ბოტები როგორც წესი დღეში რამდენიმე ათეულან, ასეულან, ათასეულ ტრეიდს ახორციელებენ, AI-ს რაღაც ლიმიტები არ აქვს ადამიანისაგან განსხვავებით და შესაბამისად 1000 ტრეიდი თუ განხორციელდა 1000 საკომისიო Robinhood-ისათვის ძალიან კარგი შემოსავალი შეიძლება იქნეს. მომხმარებლებსაც, იმ მომხმარებლებს მაინც, რომლებმაც დიდად არაფერი არ იციან საფონდო ბირჟის შესახებ, ჯერათ, რომ AI ტრეიდინგით ფულს იშოვიან და ამით ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ და ამიტომაც უნდათ, რომ ეს ხელსაწყო გამოსცადონ, მაგრამ ერთი პრობლემა აქვს ამ ადამიანებისთვის, რომელთაც ახლა გონიათ, რომ AI-ით ფულს იშოვიან. პრობლემა მომდინარეობს იქიდან, რომ ზოგადად AI აქვთ Wall Street-ის გიგანტებს. უბრალოდ სხვანაირი აქვთ სპეციალიზებული, რომელიც არის გაწვრთნილი მათ შორის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ამავდროულად ამ კომპანიებს თვითონ აქვთ ინსაიდერულ შიდა ინფორმაციასთან, ამას ვერავინ ვერ უარყოფს. ასევე ამ კომპანიების
ლიდერებს შეუძლიათ პირდაპირ ადგენენ და ტელეფონზე დაურეგონ თუნდაც არის ჯენსენ ჰუანგს და კითხონ რაც აინტერესებთ ის, რაც არ აქვს ჩვეულებრივ მომხმარებელს. შესაბამისად ინფორმაციული აცდენა არის რეალურად რადიკალური Wall Street-ის საინვესტიციო გიგანტებსა და ჩვეულებრივ ადამიანებს, რომელიც იყენებს AI bot-ს. და თუ საფონდო ბირჟას შევხედავთ ისე თამაშს, სადაც გამარჯვებულებს მხოლოდ ის, ვისაც ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს, Wall Street-ის გიგანტებთან გამარჯვება არის უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელი. მათ შეუძლებელია ვაჯობოთ ჩვენი AI bot-ით, რომელიც იწვრთნება მხოლოდ საჯარო ინფორმაციით და რაღაც CNBC-ს და Bloomberg-ის და თუნდაც BMG-ს ნიუსებს ხედავს და აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს. საქმე ის არის, რომ რეალურად სანამ Bloomberg-ის ნიუსი გამოჩნდება, იქამდე აქვთ Wall Street-ზე ეს ინფორმაცია ზუსტად ერთმანეთში გადაცემითა და მესიჯის. ხო, ალბათ მინიმუმ და ყველაზე რეალისტურად ეს გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად იმ კონკრეტულ დღეს მე არ შემიძლია რომ გავეცნო ინფორმაციას და ვანდო მთლიანად AI-ს, აი, რო გავიხსენოთ მაგალითად, როცა ბოტასების მწარმოებელმა კომპანიამ ფაქტურად AI-ზე გადასვლა, Colberts-მა, როცა AI-ზე გადასვლა გადაწყვიტა, ერთხელ ის მოსმით ძალიან სწრაფად გაიზარდა ამ კომპანიის შეფასება, მე რაც დაემართა ამას არ ჭირდება გახსენება, მაგრამ თავარი რა არის? ესეთ მომენტებში ალბათ ყველაზე მეტად გამოსადეგი რაც შეიძლება იყოს, სწორედ აი ასეთ მომენტებში დაეხმარება ადამიანებს. მათ მაგივრად ჩადებს, იცის ინფორმაცია აქვს, რომ ამ კომპანიას სერიოზული ზრდა ექნება ბირჟის გახსნის შემდეგ და შესაბამისად აი ასეთ შესაძლებლობებს გამოიყენებს ალბათ, რომ ინსაიდერ რივერას დროს ვერ გახდება. ზუსტად ეგ არის რაღაცნაირად მეტი შესაძლებლობა არის ეს ტრეიდერებისთვის და კიდევ ერთი რამ, რასაც ჩვენ გვეუბნება რეალურად ეფექტიანი ბაზრის თეორია არის ის, რომ რაც მეტი მოთამაშეა ბაზარზე, ის უფრო ეფექტიანია. და ბაზარზე თუ არის უფრო მეტი AI, ბაზარი კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გახდება, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ ფასებს შორის არასტაბილურობა, აცდენა, და მათ შორის არბიტრაჟი, ამ ყველაფრის მარჟები შემცირდება და ღირებულება ფასთან იქნება უფრო მეტ შესაბამისობაში. ეს კი საბოლოო ჯამში ყველასათვის სარგებლის მომტანია, ამიტომაც სავარაუდოდ Robinhood-ის ამ გადაწყვეტილებას სხვა საბროკერო კომპანიებიც გაიზიარებენ და ისინიც დაამატებენ პლატფორმაზე AI ბოტების გამოყენების საშუალებას. სოციალურმა მედია LinkedIn-მა ხელოვნური ინტელექტის შეზღუდვისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როგორც იქნა იმ პლატფორმამ, რომელიც ამოივსო ბოლო პერიოდში არანაირად ბუნებრივი და მხოლოდ ხელოვნური კონტენტით, გაიაზრა, რომ თუ ასე გააგრძელებს, მისი დაინტერესება ადამიანების მხრიდან, რეალურად დაინტერესებული ადამიანების მხრიდან, უბრალოდ გაქრება და LinkedIn-ი იქცევა AI სლოპის გაგრძელება, თვითონ ბუქი გახდება ბოლოს. რომელშიც AI-ები ერთმანეთს უწერენ კომენტარებს. ნუ, სხვათა შორის ეს რეალობა უკვე იდგა. Moltbook-ი არ ერქვა, LinkedIn-ი დარჩა სახელი, როგორ მოახერხე შენარჩუნება არ ვიცი, მაგრამ ფაქტი და მოცემულობა იყო ის, რომ ადამიანები ერთმანეთს კომენტარებსაც, უბრალოდ პოსტზე კომენტარებსაც კი აღარ უწერდნენ თავისას. მოკიდებდნენ AI-ის ხელს, აი ეს ამ პოსტთან დაკავშირებით შენი კომენტარი რა დავუწერო. მოკიდებდა AI ხელს, უცებ ჩაუგდებდნენ და სიყალბის დღესასწაული. ამაზე ყალბის სივრცე LinkedIn-ს შეიძლება არ აქვს მაგკუთხით კარგად საქმე, მაგრამ დაფუძნების დღიდან აქვს პრობლემა, მაგრამ ხელოვნურმა ინტელექტმა ეს სიყალბე აიყვანა საერთოდ სხვა განზომილებაში, სადაც ყველა ადამიანი, ვინც საერთოდ რეგისტრირებულია, მომენტალურად ყისიერად ერთ დღეში იქცა ინფლუენსერად. ყოველი მათგანი ბიზნესზე იძლევა არჩევებს, ყველა ფინანსების დოქტორი გახდა. საიდან საერთოდ ყველა ერთმანეთს გავს, ყველა ტექსტი. ყველა პოსტი ერთნაირია და თან საინტერესო არის ის, რომ ყველამ რაღაც გაკვეთილი ისწავლა დღეს სრულიად შემთხვევით და აგერ არის 10 პუნქტი რა ისწავლა მანამ გაკვეთილებიდან და ყველა სასაცილო ჩემი აზრით არის AI პრომპტებს როდესაც აზიარებენ ისინი ერთმანეთში. საერთოდ ვინ უნდა გამოიყენოს ეგ პრომპტები ხო გაუგებარია და მეორე როდესაც ამ AI-ის მიერ დაწერილ პოსტზე მოდის AI-ის მიერ დაწერილი კომენტარი, რომელსაც პასუხობს ის AI. ნუ არ ვიცი, სიყალბის დღესასწაული ნამდვილად იდგა LinkedIn-ში და მიხვდნენ რომ თუ ასე გავაგრძელებთ დიდხანს ჩვენ ხო, ადამიანები არ დაჩერებიან. და შესაბამისად მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, რომ არა უბრალოდ გააუქმებენ ზოგადად AI-ის გამოყენებას, ვერ გააუქმებ ამას ვერაფერს, მაგრამ თუ ადამიანები განაგრძობენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ეს შესამჩნევი იქნება ალგორითმულად, სავარაუდოდ მათ თავისი სპეციალური სისტემა იქნება შექმნილი, რომელიც ზუსტად მიხვდება AI-ის ხელწერა რაშია, თუნდაც აი ეს გრძელი დეფისი ყველაზე კარგი მაგალითია ხოლმე. ხო, შესაბამისად, აი ამ ყველაფერს თუ შეამჩნევს ოდნავ, ეგრევე იმ პოსტს, რომლის გადანაც გინდათ LinkedIn-ზე გათვლა არის ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს თქვენი დაწერილი და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს შთაგონება თქვენთან. ვერავინ ვერაფერს
ვეღარ მიიღებს, იმიტომ რომ რეკომენდაციებში აღარავის აღარ მისცემს და დარჩებით თქვენ და თქვენი AI, ის ადამიანები ცხადია, რომლებიც გააგრძელებენ AI-ის გამოყენებას ერთმანეთთან დარჩებით, იმიტომ რომ სხვაგან ვერსად ვერ წავა. ვერავინ ვერ ნახავს, ხო და თუ დაბუსტვაც აღარ გიშველით და ფიზიკურად აღარ იქნება თქვენი პოსტები პოპულარული, პასუხს მიხვდებით სადაც არის. მოეშვით ხელოვნურ ინტელექტს, ეს არის LinkedIn-ის ოფიციალური პოზიცია, რაც ძალიან სწორია, როცა ასეთ პლატფორმაზე ვსაუბრობთ. აი ესეთი იყო დღევანდელი Tech Informe. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს ჩვენ მომდევნო გადაცემებშიც გაგაცნობთ. მომავალ შეხვედრამდე.